მოგესალმებით 2025 წლის 28 ივნისია. სიმპათიური მამაკაცი ვარ, უფალო მამაპატიო ჩემი ცოდვები. რა შვებით აბა რა ფრა ხართ? მე ოჯახური განწყობით და სულისკვეთებით. საღამოს 8:30-ისკენ თუ 7-ისკენ თუ არ ხდები. ძალიან საოცარი ივენთია დღეს. სასტუმრო ბილტმორი. ინდური გალობები. კლასიკური ინდური გალობები და ტიპიტაური დამპიტაურები, ინდური ტამტამები და რა მოკლედ სერიოზული გულაობა მელოდება დღეს. იმედია შემიშვებენ ესეთი ზმანებით ბილტმორში. რავ ეხა ინფუსებს ზოგადად ევასებათ ჩაფართხმუნებული სარიმარი რაღაცეები და წესით პრობლემა არ უნდა იყოს, ხო და ცხელას დღეს ძალზედ თბილისში მინდა აღნიშნო. დედაშვილს არ წაიყვანს ისეთი სიცხეა. ხო და რა მეგობრებო, იმედია იმ დღევანდელი პოეზიის საღამოს თემა არ გაიჩნდება, რომ სანამ შევალ შიგნით მანამდე რომ გამოვიქეცი. რამდენიმე ვიც ნახა ეგ ვიდეო და ძალიან დამცინა, რომ ძალიან ენთუზიაზმით იყავიო თანამედროვე ქართული პოეზიის მიმართ განწყობილიო და რატომ დაგენგრაო ეს სწრაფულო ხო და რა ვიცი. რთული, ქართველობა რთულია, მაგრამ აუცილებელია. მზეა თბილისის, ნაშობი სულის, გობრონიძის ქუჩას მიუყვება, აწყვეტილი კატების მთელი ამალა და ცხენების ღემა უებრო. ხო, რაც შეეხება ეს მერაბ დვალიშვილის მოკლედ გაფანატებას მერაბ დვალიშვილზე, პირდაპირ გეტყვით ჩემო საყვარლებო, რომ ფანატიზმი არის სატანიზმის დარი, ანუ მსგავსი ცოდვა, გაკერპება ზოგადად. არავის და არაფრის კერპი არ უნდა შექმნა, 10 მცნება გავიხსენოთ. არ აქვს თავისა შემისა კერპი. ხო და ცოტა დამშვიდით, ცოტა დაოკვდით. არ არის საჭირო ეს ფანატიზმი, სიგიჟე, სახის დახოკვა. შორენა კოლონკელიძის მსგავსად ყრიმალების დაკემსვა, ხო და გააკეთეთ ადამიანებო ერთი რამე რა, უმარტივესია. თქვენი მიზანი იყოს სულის ცხონება და არა ფეხბურთში ვინ მოიგებს და ვინ წააგებს. ხო და რომელი ფეხბურთელი რა გუნდში ითამაშებს. ხო იცით რომ საბოლოო ჯამში დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში სპორტი გადაიქცა ფულის კეთების ყველაზე მარტივ გზად, უმარტივესად. ამ წარმოიდგინე, აი მაგალითად თავიღოთ ჩოგბურთი. აიც რა უნდა ჩოგბურთელი როცა ხარ, აი ტოპ 1000-ში მაინც თუ ხარ. დაჟე ტოპ 1000-ში კი არა, ტოპ 1500-ში თუ ხარ. ანუ 1500 ჩოგბურთელში თუ შეხვედი, როგორღაც თუ შეაღწია. უკვე ჩემპიონატები არის და ამ ჩემპიონატებზე იდება ფული. ხო და უმარტივესია რომ მილიონერი გახდე რა. ზოგადად მაგიტოვა ხოლმე ფეხბურთშიც თუნდაც რაღაცა მაგარი გუნდი რომ წააგებს ხოლმე, აი ცაზემეხის მოწმენდილი ცაზემეხის გავარდის პონჩი რომ წააგებს რაღაცა ჭელიგის გუნდთან. ანუ რატო რა მართლა ვაიმე დავიღალეთ და ვეღარ თამაშობ თუ რაღაც. ანუ ეგ მაგის ღაპრების ყვარავის არ რჩება რეალურად, ხო? რეალობა ის არის რომ ძალიან დიდი ფული გაიჭრა რა. გაწყდა რომელიმე თამაში. კიდე აი რა დამმუღამებია, იცი? ხო და კიდე რა დამმუღამებია, იცი რომ აი ზოგადად ხო ჩემპიონატის დღე არის სათამაშო რა. აი საფრანგეთზე მაქვს გამოგონებული რამდენჯერმე. გაგიკვირდებათ და საერთოდ არ ვთამაშობ თან ტოტალიზატორს, უბრალოდ ჩემი ინტერესის სფეროა რა. ხო და გაგიკვირდებათ და ერთ-ერთ დღეს სათამაშო დღეს ჩემპიონატის საფრანგეთის ლიგა 1-ში წელს მოხდა ეგეთ რა. წელს რა, ანუ უკვე გასულ წელს. ეხლა ხო თამაშები არ არის. ყველა ჩემპიონატის ყველა თამაში ერთის გარდა
და ეს ერთი PSG-ს თამაში იყო. ყველა თამაში გააგდეს თითო კაცი. ან წითელი ბარათები იყო ყველა თამაში. ან ეხო აი უკიდურეს ოპტიმისტსაც არ უნდა შეეროდეს ის, რომ ეგ ხა შემთხვევით მოხდა რა, რომ ერთ ჩემპიონატში 15 თამაშში 14-ში 15-დან წითელი ბარათი ამოიღო საჭმელი. ანუ ეგ ხო ზღაპარია ხო რეალურად. ხო და დასკვნა რა არის? დასკვნა ის არის ჩემო საყვარლებო, რომ სპორტი იქცა ერთ დიდ ბიზნესად, ისევე როგორც მუსიკა, ხელოვნება. რაც არ უნდა მაგარი ნახატი დახატო, თუ კარგი მენეჯერი არ ყავს, ვერ გაყიდი შენ ნახატს იმ ფასად, რაც ღირს. თუ მაგარი უნივერსიტეტი არ დაამთავრე სამხატვრო აკადემია, თუ ბერკლი არ დაამთავრე, რა შეიძლება იყო ქუჩის მუსიკოსი ძალიან მაგარი და იქნებ თეცხობა ქუჩის მუსიკოსი, არავის არ ჭირდები არაფერს რა. ხო და ამით იმის თქვა მინდა, რომ ხშირად ადამიანების ნიჭი დაუფასებელი რჩება და ხო და ხშირად დაუფასებელი ადამიანი რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს, თუ იმ ცხანაცნობი არ ყავს ამ ვიღაცა მოკლედ ყველას კიდია რა, მერე იმას უცრუდება გული, ნერვიულობს. ხო და ნერვიულობით კიდევ ვერაფერს გააწყობ რა, პონტი არ არის, რამე შეცვალო რა, არ არსებულია დედიკო. ხო და ამიტომ ჯობია რომ შეირგო ის რაც ხარ. შეიძლება რაღაც ვერ გამოგივიდეს, შეიძლება მუსიკოსი ხარ და გინდა რომ 1000 ტირაჟით გამოვიდეს შენი ალბომი, მაგრამ გამოდის 30-თან 50-თან 100-ით. არა უშავს. სოფლიო მასშტაბით ბევრი მუსიკოსი ისე იბადება და ისე კვდება, რომ არც ერთი ალბომი არ აქვს გამოცემული და არც არავინ არ გაიხსენებს 100 წლის შემდეგ, იმიტომ რომ არ იქნება უბრალოდ მისი მუსიკა არსად ჩაწერილი და დამახსოვრებული. ასე რომ გიხაროდნენ ძალოუსწლო, გიხაროდეთ ადამიანებო, რადგან თქვენი ნიჭები და მადლი მიმოფანტულია მთელ სამყაროში. კაი, არინერვიულობ. მერტი ფაროდი ჩემო მეგობრებო. ძალიან მინდა რომ ბედნიერებით იყოს ახსოვს ჩვენი ცხოვრება და სულიწმინდის მადლი იყოს ჩვენში დავანებული. მიუხედავად ჩვენი სიშავისა, უამრავი ცოდვისა, გულის ამრევისა, ქციელებისა, მაქვს უფლის იმედი და უფლის წყალობის იმედი და ყველას გისურვებთ ჩემი თავის ჩათვლით, რომ გონს მოვეკოთ და გავაანალიზოთ ის, რომ ცხოვრება მარტო ჭამა, ჩაცმა და გულაობა არ არის რა. და საერთოდ მამის წუწუნ მეორე. ხო და ალბათ ეკითხე თუ ეს ვერ არის. მადლობა ღმერთს რომ ვერ არის. იმიტომ რომ დალაგებული ჩემი მტერი იყოს, არ მინდა დალაგებული იყოს. და არც ის მინდა რომ თავს მიგიშიანებ და არც მიგიშიანებ, ძალიან ბედნიერი ვარ ისეთი გიჟი როგორიც ვარ. არ მჭირდება არც მომატება და არც დაკლება გაზის ასეთი. აბა ბედნიერებას გისურვებთ, ჯანმრთელობას, სულიერ სიფხიზლეს და წარმატებას. სხვა უკეთესი რა გირჩიოთ, ხო ჩემო იდიოტები. მიყვარხართ.